საღამოს ბავშვი 10 მეტრში რაიონში ეს კრუქს არ და თითო სახში არის ზემოთ რაღაც საათ ნადები აქვს და ანუ ბავშვი კიდევ ერთხელ ჩამოვარდა და არა მარტო ერთხელ გვაქვს ანუ კანონები და ასე შემდეგ. პრობლემის გასასწორებლად რომ მივაწოდოთ მე ასე ვქონდა თავდაცვის საშუალებით და ყველა იმ პრობლემას მოვინიშნოთ. ლიკვიდატორის არ მოეწონა თუ არა დაუჭირე პოლიციის მხარში რა მოვუდგეს. არა, ესეც გამიგიეს მეჩეთრებას თავად საზოგადოებრივი თავშესხმის საძინებელი არის სათამაშო. პერსპექტივაც და უკეთესი მომავლის ადგილი, სადაც შენ შეგიძლია რომ გამოცადო საკუთარი თავი, შენ გიმსახურია და იცი, სადაც შეგიძლია შენ ძალებში დარწმუნდე საკუთარი თავი გამოცადო, უკეთესი პერსპექტივა და მომავალი შეიქმნა, რაც თავარია საამაყო და ძალიან პრესტიჟული ადგილიდან დაიწყო საამაყო საქმის კეთება, რასაც შენ ქვეყნის თავდაცვა. აი ამ გზაზე თუ გაქვთ თქვენ მოსაზრებები ჯერჯერობით გიორგი რისთამენდა ჩვენ ედგარი როგორც თქვა რომ მივიდეთ აი ელემენტარული რაღაცა რომ მოგვარდეს რომ გავიდეთ და ოჯახი არ იყოს რაღაც გაჭირვებაში და შემდგომში მაგ საფეხურზე რომ შემდგომში ვიფიქროთ რა ანუ მასეთი პერსპექტივაც არის აქ ყველა ხედავთ რომ რესურსი არის ახალგაზრდები არიან ჯანღონით საოცრად და მოტივირებული ყველანა შემოთავაზებით განვიხილოთ და გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლო ჯარი იქნება თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ქვეყნისშვილები ვართ პირველში და პატრიოტები ქვეყნის. თავდაცვის მინისტრი წინა ვიზიტის დროს სოფელ წინუბნის მოსახლეობას დაპირდა რომ მათ უახლოეს ხანებში ეწეოდა ამ გზაზე სანამ შემდეგი ვიზიტი შედგება ჩვენ აქ ვიმყოფებით სწორედ იმიტომ რომ შევძლოთ ადგილზე გავესწროთ იმ პრობლემებს რომელიც ასე ვთქვათ აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას სოფელ წინუბნის მოსახლეობას ადგილობრივ ახალგაზრდობას შეკითხვები აქვს თუ როგორ რა გზით და რა ფორმით უნდა იმსახურონ საქართველოს შეერაღებულ ძალებში ძალიან დიდი მზეობაა წინა ვიზიტის შემდეგ ამიტომ უახლოეს ხანებში თავდაცვის მინისტრის ვიზიტთან ერთად ან მანამდე შედგება ხეობაში საქართველოს შეერაღებულ ძალების წარმომადგენლების ვიზიტი რომლებიც კიდევ უფრო დეტალურად გასცემენ პასუხებს ახალგაზრდების შეკითხვებს და გარდა ამისა ის ვიზიტი რომელიც ძალიან მალე შედგება უკვე იქნება ორიენტირებული კონკრეტულ პრობლემებზე და თავდაცვის მინისტრს ექნება უკვე უშუალოდ პასუხები იმ პრობლემებზე და იმ შეკითხვებზე რომელიც დღეს აქვს მოსახლეობას